Ამნიშნავია, რომ ვილნიუსის სამიტთან ჩვენ მივიდეთ კარგ ფორმაში. კარგი ფორმა ნიშნავს, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მასმედია, ამ ორ ძირითად ფუნქციას ჩვენ დემოკრატიის არავინ არ შეეხოს და საქართველოში იყოს რაღაც დონის თანამშრომლობა პარტიებს შორის და სტაბილურობა. ეს არის ჩვენი გზა ვილნიუსის სამიტისკენ. ჩვენი ერთადერთი გზა არის ევროპისკენ. ჩვენ სხვა გზა არ აქვს და ლავროვის განცხადება მე ვფიქრობ რომ ნათლად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. ხშირად ჩვენთან ამბობენ რომ აი მათ შორის უკვე ახალგაზრდებიც ამბობენ რომ ესაც შეიძლება და ეს ჩვენი პრობლემა რომ განათლების სისტემა საკმარისად ვერ შევცვალეთ იმისაც რომ ასეთ სისულელეების კითხვა არ შეებოდეს რომ აი თუ რუსეთი მოგცემს ჩვენ უკან ცხინვალს და აფხაზეთის ტერიტორიას იქნებ უარი თქვათ ევროპაზე და ნატოზე. თქვენ მაჩვენეთ ერთი შემთხვევა ჩვენ ისტორიაში, როცა რუსეთმა ან ჩვენ რამე მოგცა, ან რუსეთის ისტორიაში, როცა რუსეთმა თავის ნებით ვინმეს რამე მისცა. მე ეს კითხვა ხო არ მოგცემთ ამის სანაცვლოდ, ვლადიმერ პუტინს პირადად დაუსვი 50-ჯერ. და 50-ჯერ მივიღე უარყოფითი პასუხი. ბოლო პასუხი მისი იყო, როცა მე მას შევხვდი 2008 წლის თებერვალში და რომ გამოდიოდი კიდევ ერთხელ უთხარი. და ვაღიარებ ამას ბატონო რუსეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ. ოპოზიციის პრეზიდენტი იყო ჯერ. და ისე მე ხდებოდა პრემიერ-მინისტრი. მართალია თუ არა, ჩვენ უარს ვიტყვით ევროპაზე და ნატოზე. ჩვენ დაგვიბრუნეთ ჩვენ ტერიტორიებს. მისი პასუხი იცით რა იყო? Мы не меняем ваши территории на вашу геополитическую ориентацию. კითხეთ აგერავად ცოცხალი მოწმე. განსაკუთრებით მიამით ხალხს გასაგონად ვამბობ, ან ვისაც არ უნდა ჭეშმარიტების დაჭერება. ამიტომ ჩვენი გზა ბუნებრივი ინსტინქტი არის ევროპა. როცა ევროპაში ვიქნებით, ბევრი საკითხი თავისი დროულად, ეტაპობრივად, ნელ-ნელა, მაგრამ გადაწყდება. სხვადასხვა გზით უნდა შევიდეთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გზა გაგრძელდეს და ეს არის ამას სხვა ნავსავად ყუდელი საქართველოს არა აქვს და ეს დღეს როგორც არასდროს გამოვლინდა თუნდაც კომისარის ვიზიტის შედეგად ჩვენ გვიხსნიან გზას კიდევ ახალი კარები იხსნება ჩვენთვის ევროპაში იხსნება ნელ-ნელა ეს არ არის ადვილი პროცესი გაიხსნება და ჩვენ ამ კარების გახსნის მოწმეები ვართ დღეს სწორედ და ეს ამით მე ვარ ძალიან ბედნიერი და მინდა ევროკომისარს და თვითონ თქვენგანს ვთქვა დიდი მადლობა.